შეგახსენებთ, რომ თქვენ კომუნიკატორს უყურებთ და როგორც გითხარით, ჩვენი სტუმარია ბატონი იაგო პიტარიშვილი, ქვევრის ღვინის მწარმოებელი. დიდი მადლობა მობრძანებისათვის. მადლობა თქვენ მოგესალმებით ჩემთვის. ბატონო იაგო, ქართულ ქვევს ასე ვთქვათ და ღვინის წარმოებას ქვევრის მეშვეობით 8000 წლიანი ისტორია აქვს და ფაქტურად ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ეს უწყვეტად მოდის დღემდე. რაღაც პერიოდი იყო, რომ ქართულმა გლეხმა მიივიწყა ეს რაღაც მცირე ხანი და ისევ დღეს თქვათ ძალიან პოპულარულია და აქტუალურია. რამ განაპირობა ისევ შემოbrunება ამ ძველი ტრადიციისკენ? დიახ, აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ, რაღაც პერიოდი იყო, როდესაც ნელა თქვათ, რომ საერთოდ მიივიწყა ადამიანმა, ჩვენ მაინც უწყვეტად გვაქვს ამ მთელი ამ დაწესრიგვის მანძილზე, მაგრამ ისეთი პოპულარული აღარ იყო, მოდესე პირდაპირ თქვათ, მეცაც გეტყვით, აი ამ ადამიანების ამ ქვევრის მიმართულებით მუშაობა, რომელს ახლა ჯერ კიდევ აგრძელებენ თავიდან, ცოტა არ იყოს ისე უყურებდა ბევრი ადამიანი, რომ ეს რაღაც მოძველებულია, რომ უფრო თანამედროვე ტექნოლოგიები უნდა გამოიყენოს. ხო. და დღეს მე ძალიან მიხარია, რომ დღეს უკვე ერთეულები აღარ არიან ესეთი ადამიანები და შეიძლება ითქვას, რომ ბუმია ამისი საქართველოში, ძალიან ბევრი ახალი მარანი კეთდება. ძალიან სასიხარულია, რომ ეს ყველაფერი ძირითადად კეთდება რეგიონებში, იმიტომ რომ ჩვენი პლუსები რა არის? ქართული ქვევრის ტექნოლოგია, რომელიც არის უნიკალური, რომელსაც თავისი ისტორია აქვს და ხშირად იცით, რომ ღვინის გაყიდვისათვის მარტო კარგი ღვინო არ ყოფნის და არ არის საკმარისი, მას ისტორია სჭირდება. ეს ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს. გვაქვს ასევე ძალიან ბევრი მრავალფეროვნება ყურძნის ჯიშებში, რომელიც ძირითადად ამ რეგიონებშია დარეზერვებული. ასე ვთქვათ, ხო? შემონახული და ეხლა მე დარწმუნებული ვარ, რომ დაახლოებით 10-15 წლის მერე აბსოლუტურად განსხვავებული რეგიონები გვექნება. და რაც თავარია, ეს ყველაფერი, რაც ჩამოთვალეთ და კიდევ რამოდენიმე არის ფაქტორი, რაც არის დაინტერესება სოფლიო ბაზარზე. განსაკუთრებით ისეთ ბაზარზე, სადაც ძალიან ფასობს ეს. მე თუ მკითხავთ, აი რამ გამოიწვია საქართველოში მის ხელახალი პოპულარიზება, გამოიწვია ზუსტად იმან, რომ განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში დაფასდა დიდი კულტურა აქვს, ხო? დიდი კულტურა აქვს. 2006 წელს მოხდა პირველი ქვევრის ღვინის ექსპორტი საქართველოსდან, ეს იყო იტალიაში. და დღემდე უწყვეტად და კარგად დინამიურად ვითარდება, არა მარტო ამ ქვეყანაში, არამედ დაემატა ისეთ ქვეყნები, როგორც არის მაგალითად საფრანგეთი. სადაც ღვინის წარმოგიდგენიათ, ახლა იტალიაში და საფრანგეთში ეძებენ ფაქტიურად. კი, იმიტომ რომ სოფლიო ღვინის ბაზარი გახდა საკმაოდ ერთფეროვანი, იმიტომ რომ მაინც დომინირებს ფრანგული ტექნოლოგია, ფრანგული ჯიშები, ყურძნის ჯიშები, მას ბაძავენ ისე, ასე ვთქვათ, კაი გაგებით ვიტყვით, არ აკრიტიკებთ არანაირად სხვადასხვა ქვეყნები, ახალი ღვინის ქვეყნები და საკმაოდ კარგათაც ამან გამოიწვია ღვინის ფასის დაწევაც, იმიტომ რომ რაღაცა ერთ და იგივეა, ასე ვთქვათ, მათ სჭირდებათ განსხვავებული. და ჩვენ განსხვავებულს ვაწვდით არა, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა მოვიფიქრეთ რამე ახალი. ეს განსხვავებული კარგად დავიწყებული ძველია ჩვენ. რა თქმა უნდა. ბატონო იაგო, ისტორია ახსენეთ და მაინტერესებდა, ვიც ქვევრი არის ეს უნიკალური ქართული ტრადიცია, არ არის ამის ანალოგი. მიმსგავსებული ტექნოლოგიაც არ არის სხვა კულტურებში, ეს ხომ მიწასთან, მზის ენერგიასთან დაკავშირებულია, სიუჟეტშიც ვნახეთ. თუ იყო რაღაცა მსგავსი სხვა კულტურებში? კი ბატონო, ესე იგი, როგორ არის იცით, ჩვენ გვაქვს ჩვენი განსაკუთრებულობა, ჩვენი ისტორიის თვალსაზრისით, რომ ტექნოლოგია შემოვინახეთ, შეიძლება ითქვას ეს პირველადი ტექნოლოგია, როდესაც ადამიანმა ღვინო დააყენა. დიახ. ხო? და მხოლოდ ამ ქვეყანაშია შემონახული. ეს უკვე ძალიან დიდი პლუსი. ის რომ ესეთი სახის ჭურჭელი სხვაგანაც არსებობდა, რა თქმა უნდა არსებობდა. არსებობს ესპანეთში წინახას ეძახიან, ეხლაც აქტიურად იყენებს რამოდენიმე ძალიან კარგი ჩვენი მეგობარი უკვე ჩვენ საკმაოდ ისე ეს ნატურალური ქვევრის ღვინის მინდვრებთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. იტალიაში წყენდება ისე ესპანურ წინახებში არსებობდა ბერძნული ამფორას, რასაც ეძახიან. ჩვენ მეზობლებს კარასი აქვს. მაგრამ კიდევ ვიმეორებთ, აი ეს ტექნოლოგია თვითონ არ არის არსად შემონახული და შეიძლება ითქვას, რომ მაგალითად პირიქით იტალიაშიც საფრანგეთშიც ახლა ის ზაზა მექვევრი ამბობდა მე თუნე უფრო სწორედ რომ რამოდენიმე ქვეყანაში გააგზავნა. კი, ჩვენ მეგობრებსაც აქვთ, მაგალითად საფრანგეთში დაახლოებით 4 წარმოებელი უკვე ქართულ ქვევში, ქართული ტექნოლოგიით აქედან წაღებული არის უკვე ეს ტრადიცია. იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღვინო, ეშკო გრაუნერის ღვინო, უკვე 2000 წლიდან ქართულ ქვევში, ქართული ტექნოლოგიით
მზადდება და ისე იყიდება. შემთხვევით არ დამისვოს ეს შეკითხვა, რადგანაც ჩვენ ვლაპარაკობთ ექსპორტზე, რამდენად შეუძლია ქვევრის ღვინოს გაუწიოს, ანუ ვინ არიან ჩვენი კონკურენტები აი ასეთი ტიპის ღვინის წარმოებაში, ხო ჩვენ უკვე გამოდის რომ აღარ ვეჯიბრებით ასე ვთქვათ, წამყვან ღვინის, ბოთლის ღვინის წარმოებელ ქვეყნებს და სხვა კონკურენტები გვყავს, ხო საერთაშორისო ბაზარზე. აი ამ ტექნოლოგიის ღვინოს სხვა ქვეყნებიდან შემოტანილს ვეჯიბრებით, ხო ასე გამოდის. ეფექტურია კონკურენცია? კი, შეიძლება ესე ჩაითვალოს, მაგრამ დღესდღეობით გვაქვს ესეთი სურათი, რომ მოთხოვნილება არის გაცილებით მეტი, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია მივაწოდოთ. კერძოდ ეს ქვევრის ნატურალური ღვინო. იმიტომ რომ მოდი ესე ვთქვათ, ჯერ ერთი იმიტომაც ფასობს ეს, რომ ეს არ არის მასიური წარმოება და ინდუსტრიული წარმოება. რა თქმა უნდა. ხო? ამაშიც არის მისი ხიბლი. ხო? ამიტომ როდესაც ვიძახით აი რამდენი გააქვთ, ანუ რაც გვაქვს, სულ იყიდება, ხო? უფრო მეტიც არის მოთხოვნილება და მაგიტომაც არის რომ გაჩნდა ახალი მარნები. კონკურენციაზე როდესაც მიდგება საქმე, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია ეს კონკურენცია, მაგრამ ჩვენ კიდევ ვიმეორებთ, ჩვენ გამოგვარჩა ჩვენი ბევრი ფაქტორი, იგივე ყურძნის ჯიშები, ხო, ჩვენ იგივე საქართველოში იმერეთში მაგალითად აბსოლუტურად სხვა ღვინო შეიძლება დადგეს, როგორც მაგალითად კახეთში სხვა. არ არის აქ საუბარი იმაზე, რომელი უკეთესია, მაგრამ ეს განსხვავებულობა უკვე მომხმარებლისათვის ხშირად საკმარისი იმისთვის, რომ ინტერესი გაუჩნდეს, რომ გასინჯოს. ეს არის თავარი მარკეტინგულად. თუ კი სინჯავს, ეს უკვე შენი პოტენციური მომხმარებელი ამბობს. ბუნებრივი ეს თემა მოიცავს მეორე მხარეს, თვითონ მექვევრეების თემასაც, ხო? გარდა იმისა, ქვევრში ღვინის დაყენება რთულია, მოვლა რთულია, ასევე ქვევრის გაკეთებას თავისი ცოდნა და ტრადიცია აქვს. რამე პროექტები თუ ხორციელდება, ვთქვათ, ამ კულტურის შესანარჩუნებლად და ასახორძინებლად და უფრო ვთქვათ, მეტ მეღვინეს გაუზიაროთ, რა ის თქო. მე გეტყვით, მე ძალიან კარგად მახსოვს ის პერიოდი, როდესაც აი მაგალითად სიუჟეტში გასული ზაზას მამაც კი მჩიოდა იმას, რომ ახალ თაობას საერთოდ აღარ აინტერესებს, ასე ვთქვათ, ეს ქვევრები. და ყველა მეთუნესთან სადაც მიდიოდნენ, მხოლოდ ეს ხანში შესული ადამიანები ამზადებდნენ მას. ძალიან სასიხულო, რომ სადაც არ უნდა მიხვიდე, ახლა თითქმის ყველა მეთუნის შვილი მის გვერდზე დგას და მასთან ერთად აკეთებს, იმიტომ რომ პოპულარიზება მოთხოვნილების გაზდამ გამოიწვია ეს, რომ ბევრი ადამიანი დაუბრუნდა ამ ხელობას. სახელმწიფოსგან თუ აქვს თანადგომა ამ ქვევრის მარნებს, აი რამე სახელმწიფო პროექტები ბევრი პროექტი ხორციელდება დღეს სოფლის მეურნეობაში და თავისუფლად შეუძლიათ ასე ვთქვათ, რამოდენიმე ჩვენი მეგობარი პატარა ღვინის მარანი, რომელიც ასე ვთქვათ, ქვევრის ღვინოს აწარმოებს, სარგებლობს ესეთი მცირე პროცენტიანი დაბალი კრედიტით. თქვენ ახსენეთ ამფორა, ეხლა გამახსენდა იუნესკომ, მე მგონი 2 წლის წინ იყო ეს ამბავი, ქვევრისში ღვინის დაყენების ტექნოლოგია ქართული არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი მიანიჭა, ხო? ამ საერთაშორისო, ასე ვთქვათ, მარკირებამ და სახელის დარქმევამ რამე სარგებლობა თუ მოგვიტანა, რამე თუ გამოჩნდა ეს აისახა, ვთქვათ, აი თუნდაც ბაზრის სიტუაციაზე. რა თქმა უნდა, ეს და მოდი ესე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა. ხო, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა, ასე ვთქვათ, ნომინაცია ქვია ამას. პირველი იყო ქვევრი, რომელიც აი ამ ნომინაციაში დაფიქსირდა. ქვევში ღვინის დაყენების ტექნოლოგია არის აღიარებული და დაცული იუნესკოს მიერ და რა ქვევრი, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია და ეს თანათან უფრო გამოიღებს შედეგს ჩემის აზრით. ეს არ არის ერთდღიანი და ასე ვთქვათ, ამ დროს მიღებული შედეგი. ეს კიდევ ერთხელ ამყარებს იმას, რაზეც ვისაუბრეთ ჩვენ ისტორიაზე და ჩვენ ამ ქვეყნის ღვინისადმი დამოკიდებულებას უსვავს ხაზს. და რა თქმა უნდა, უფრო და უფრო წაადგება და უფრო და უფრო გამოადგება ჩვენ ღვინოს ჩვენ ბაზარზე გასვლისთვის დამკვიდრებისათვის, როგორც ქვევრი დამკვიდრდეს და არ ამფორა, იმიტომ რომ ჩვენ ხშირ შემთხვევაში განსაკუთრებით თავიდან, როდესაც აი პირველად გავედით, ასე ვთქვათ, ქვევრის ღვინო, მაინც გვიწევდა, როდესაც ვეუბნებოდეთ ქვევრი გამოფენაზე მაგალითად სტუმარს, ხო, ვერ იგებდნენ რა იყო ეს ქვევრი, ამიტომ ვეუბნებოდეთ, აი ამფორა ხო იცი, იმას გავს, მაგრამ არის ესეთი ნუ სხვა რაღაცაა. ხო, აბსოლუტურად, რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა უფრო ნაკლებად გვიწევს ის კი, რომ პირიქით გამოფენაზე უკვე მოდიან და უკვე იციან პირიქით იქით გეუბნებიან ქვევრი, გაცილებით უფრო ბევრნი ვართ იმ გამოფენებზეც უკვე და ძალიან სასიხარულოა და მე მგონი კაი დინამიურად ვითარდება, უბრალოდ ამას ჯერ დრო სჭირდება და
რა თქმა უნდა, ალბათ ხელშეწყობაც ბევრი სხვადასხვა მხრიდან. დიდი მადლობა, თამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა, წარმატებებს გისურვებთ, რა თქმა უნდა, ხელშეწყობას ვისურვებდით, მათ სახელმწიფოსთან თუ კერძო დონორების მხრიდან, ქართული მარნების და რა თქმა უნდა, ქართულ ღვინოზე ორიენტირებული ტურიზმის მნიშვნელოვანია, ხო? ეს სფერო ძალიან განსაკუთრებით ამ მიმართულებით, იმიტომ რომ იმ დიდ საწარმოებით საინტერესოა ტურისტისთვის, მაგრამ ის სხვაგანაც შეიძლება ნახოს და აი ეს განსაკუთრებულად მათთვის საინტერესოა. დიდი მადლობა ბატონო იაგო, მე შეგახსენებთ ჩვენი სტუმარი გახდათ ბატონო იაგო ბიტარიშვილი, ქვევრის ღვინის მწარმოებელი, ახლა ჩვენთან მუსიკალური პაუზის დროა, ხო?